მადლობა ეთერისთვის. რო არ დაგიმალო ეკა ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა. უბრალოდ ძირითადში ასაკი ისეთი არ მქონდა, რომ კარგად დამახსოვრებოდა, იმიტომ რომ 91 წელს თბილისის დინამოს ამბავი იყო, რაც რაღაცა საქართველოს დამოუკიდებლობის რეპეტიციასაც ეძახიან ხოლმე. ისეთი ამბავი ხდებოდა და მაშინაც რაღაცა ეროვნული ერთიანობა იყო, ეს არ იყო უბრალოდ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში რაღაცა ფეხბურთის გუნდის გამარჯვება, იმიტომ რომ უფრო ტიტულოვანი გუნდებიც და რესპუბლიკებიც არსებობდნენ ფეხბურთის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოს იყო ფეხბურთის ქვეყანა, მაშინაც და ახლაც. მაგრამ მე ეს კარგად არ მახსოვს, 5 წლის ვიყავი მაშინ. მერე იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება. შემთხვევით არ ვაბავ ამას ყველაფერს ერთმანეთს, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცა ერთი რიგის მოვლენები მგონია, არ დაგიმალავთ. და ეს უკვე ბევრად უკეთესად მახსოვს, თავისთავად ცხადია, თუმცა არც მაშინ 13-14 წლის ვიყავი, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად მახსოვს, მაგრამ მერე უკვე ყველაზე კარგად მაინც ვარდების რევოლუცია მახსოვს, ჩემთვის ვარდების რევოლუციაც იგივე რიგის მოვლენაა, მაგრამ გუშინ რაც მოხდა, გულწრფელად გეტყვი, რომ მე ასეთი ემოციური რაღაცა კულმინაცია ცხოვრებაში იშვიათად მქონია. აფეთქება იყო, ემოციების აფეთქება იყო ალბათ, ხო? ხო, იმიტომ რომ იცი რა, რაღაცა ბოლო რამდენიმე წელია ძალიან დათრგუნულ ქვეყანაში ვცხოვრობ, სამწუხაროდ. და არა მარტო ამ ქვეყანაში ხდება ცუდი რაღაცეები, სამყაროში ცუდი რაღაცეები ხდება ძალიან, ხო? რუსეთის მიმართულება, უკრაინა, შემდეგ ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდება და ერთ ბაშად 11-მა თუ 22-მა თუ რამდენიც არიან სამწვრთნელო შტაბმა და რაც თავარია 60,000 მაყურებელმა, ვინც ტრიბუნაზე იყო, აი იმ წუთში აქტორი ვინც იყო ამ ყველაფრის და მაყურებელიც იყო, თავისთავად ცხადია, ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე იმ დღეს. ამ ერთობამ შეძლო მთელი ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ გაერთიანება არა ისეთი როგორიც მაგალითად 13 ივნისი იყო, ხო, ჩვენ ვიცით გაერთიანება, ვიცით ცუდი რაღაცეების ირგვლივ გაერთიანებაც, ანუ სიმძიმის და პრობლემების ირგვლივ გაერთიანებას ვიცით ქართველებმა და ეს მართლა ჩვენი ძალაა. სიხარულში ხშირად არ ვართ ხოლმე ერთიანები, მაგრამ თუ ერთიანდებით ეგეც ვიცით. და აი გუშინ იყო ის, რომ აი ამდენი ხნის მხოლოდ ჭირში გაერთიანებების, ან საერთოდ დაშლილობის, დაქუცმაცებულობების, რაღაცა ცუდ ამბებზე კომენტარების შემდეგ იყო რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცეები, ხო? იქ ლაშა ტალახაძის გამარჯვებები, ილია თოფურიას, რაგბისტების ამ შემდეგ იყო მნიშვნელოვანი რაღაცები იყო, მაგრამ ფეხბურთი მაინც ჩვენთვის ხახილია, ეროვნული ამბავია. კი, აშკარად ეროვნული ამბავია და თან ნიკა, ეხა შენ ამბობდი რომ და იყო აფეთქება, მე ეს მინდოდა მეთქვა და გეტყვი დღის დრამატურგიაც განსხვავებული იყო, იმიტომ რომ საათი და 20 წუთი, ხო, ესე გამოდის, ხო? 120 წუთი, ბოდიში 2 საათი სუფთა დროს თუ ავიღებთ, ჩვენ ვუყურებდით ძალიან მძიმე თამაშს. ძიმე თამაში და არც თუ ისე საინტერესო. 1,71,767 ადამიანმა უყურა. ხო, ზარმასარი ამბავია, მაგრამ რთული თამაში იყო, მძიმე გუნდია. საბერძნეთი მე არ ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი, რო არ დაგიმალოთ. მე არა ვარ ხა დიდი ექსპერტი ფეხბურთის, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით ვერ ყვევი. საბერძნეთი რთული გუნდია, დაცვის გუნდია და საქართველოს ნაკრებს ყოველთვის უჭირდა დაცვის გუნდებთან თამაში და არც მახსენდება რომ მოეგოს. საბერძნეთმა ასეთმა არა უკეთესმა, მაგრამ ასე დაცვაში მჯდარმა საბერძნეთმა თვალსაჩინო 2006-ში, არ მახსოვს ზუსტად რომელი წელი იყო, ევროპის ჩემპიონატი მოუგო ყველა გრანდს და მოუგო საშინლად უინტერესო თამაშით, მაგრამ მოუგო. და გუშინ საქართველოს ნაკრები პრინციპში ეთამაშებოდა ასეთ საბერძნეთს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ შთაბეჭდილება ჩვენზე საბერძნეთმა ვერ დატოვა, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ ძალიან მძიმე მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე, საქართველოს ნაკრები უფრო სუსტი იყო. უფრო სუსტი გუნდია ობიექტურად ამ წუთში. ხო, კლასით ითვლება, რომ საბერძნეთი უფრო მაღალი კლასის გუნდია, მაგრამ რაღაცა მოიტანა ეს გამარჯვება. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა აი ეს რაღაცა ძარღვიანობა და ის რომ მონდომების პირობებში შესაძლებელია ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. აი ეს საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ამ პატარა ბიჭებმა, და პატარა ბიჭები არიან ჩემი შვილის
ტოლი ბიჭები არიან ხო რეალურად თუ არ ჩავსვით კაპიტან კაშიას პატარები არიან დანარჩენები ხო შეძლეს ის რაც თაობებს არ გამოსულიათ ამ ქვეყანაში თაობებს გულწრფელად ამ თაობებზე უკეთესი ფეხბურთელების თაობა ყოლია ჩემი გემოვნები ხო, ანუ შენ ამბობ ფეხბურთის თვალსაზრისით და თამაშის თვალსაზრისით ამბობ ამას, რომ მათ შეძლეს. მე მგონია, რომ მათ უფრო მეტი შეძლეს. ნიკა. ფეხბურთის, მაგრამ თამაშის თვალსაზრისით არა. თამაშის თვალსაზრისით. ეს თაობა არის ნახეთ, მე მეშლება თქო რატო ამბობ იცი ამას, იმიტომ რომ მეც იმ თაობიდან ვარ, სადაც ისეთი ფეხბურთი უფრო მოწონდათ. აი ესეთი ერთპიროვნული, ლამაზი, როგორც ჩვენ გვიყვარს თქვა მატაობებით, მაგრამ ამათ მაჩვენეს, რომ სხვა ეპოქაა. სხვები ვართ და სხვანაირად ვიგებთ. კი, მოდი ახლა ჩავშალოთ რაღაცეებზე მაინტერესებს შენი აზრი. მოგებისთვის საჭიროა გუნდურობა, მიწოლა და ერთად ბრძოლა. აი ეს ის არის რაც ჩემთვისაც რთულად გასაგებია. ამიტომ ამბობ მე სულ რომ სიახლეებია მნიშვნელოვანი. ახალ თაობებს უნდა ველაპარაკოთ და ახალმა ხალხმა იცის ახლებურად და იციან გამარჯვება როგორ უნდა. ამიტომ მაჩვენეს როგორ უნდა გამარჯვება. ისინი უფრო მაღალი კლასის მეტოქეს შეხვდნენ და უფრო კლასნი უკაცრავად, უფრო როგორ თქვა, უფრო მაგარი თამაში აჩვენეს, უფრო გონებით, ბევრად უფრო გონებით დაჯაბნეს, მიიყვანეს პენლებამდე, რომ პირდაპირ გეტყვით, რომ პენალტების სერიაში რომ საქართველოს ნაკრებს წაეგო, არ მგონია რომ მომეხერხებია გადარჩენა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ თამაში დამარცხებას კიდე ავიტანდი, მაგრამ აი პენალტებამდე რომ მივიდა საქმე იქ რო ჩვენ წაგვეგვიჟ ერთ პენალტები ისედაც მძულს ყველას გქონდა წნევა დარწმუნებული ვარ შეც ნუ ისეთი იყო ეს მთელი თამაში პირველი წუთიდან დაწყებული აი ბოლო წუთამდე ნუ პენალტებმა საერთოდ ბოლო მოგვიღო მართლა თვითოულ ჩვენგანს მე ვიცი შენი ემოციურობის ამბავი და წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდი ამ დროს ენით აუწერელი ამბავი იყო ჩემთვის არ ვიცი მართალი გითხრათ თან ჩემს მეგობრებს ვეხვეწე რომ არ წამიყვანოთ იმიტომ რომ მე ძალიან სპეციფიურად უყურებ საქართველოს ნაკრების თამაშებს. რამდენჯერმე მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა მქონდა, პირდაპირ მნიშვნელობით, სტრესული და მე რაღაცა პერიოდს საერთოდ აღარ ვუყურებდი, იმიტომ რომ მეჩვენა რომ არ მენახანა. მე ხა მიუბრუნდი რა ეს ბოლო პერიოდში ეს ახალი თაობები რომ გამოჩნდნენ, მართლა დაიწყეს თამაში გააზრებულად და გუნდურად. მართლა ეს ეთყობა გუნდს ძალიან, ვილის არნიოლიც ეთყობა ძალიან ну ფედერაციაც ეხა მე ვერ ვიტყვი რომ არ ეთყობა ეს ჩანს ეხა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ შედეგი არსებობს და შედეგი ვიღაცისგან დამოუკიდებლად არ არსებობს ხო ყველა ვინც იყო ამას ჩართული ძალიან დიდი მადლობა ყველას და შედეგისთვის მადლობა ყველას ხო მე არ მინდა რომ ვიღაცას რაღაცა გვერდი აუარო და თქვა რომ ესენი კარგები იყვნენ და ფედერაცია დაკიღა ვიღაცა დღეს არ არის ის დღე როდესაც შუაში არის ეგრე არ არის ყველა შუაშია ვინც 1 სანტიმეტრი მაინც შეიტანა თავისი წვლილი ფეხბურთელები პირველ რიგში მწვრთნელი მაგრამ მაყურებელი ყველაზე მეტად მაყურებელი მე-12 მოთამაშე